ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი. ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI-ია და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. ჩირინა ყვარლის ბაგის დავა, რომელიც ქათმის ნაკელით ნაკვები ძროხის რძის თემას ეხება, სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. სხდომამდეც და სხდომის დასრულების შემდეგაც ვეცადეთ მხარეებთან გასაუბრებას, თუმცა ყვარლის ბაგის წარმომადგენლებისგან კატეგორიული უარი მივიღეთ. Გავგესაუბრეთ ჩირინას დირექტორი რეზო ვაშაკიძე, რომელმაც გითხრა, რომ ამგვარი ბიზნეს დავები აზარალებს მთელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. Უსამართლო გადაწყვეტილება უყურებს ყველა ინვესტორი. მათ შორის თუ ავიღებ ჩვენ კომპანიას ჰქონდა გეგმები ინვესტიციების გაზრდის ამ სფეროში და ჩვენ უკვე დაფიქრდით და შეიძლება არც განახორციელოთ. გამომდინარე იქიდან რა გადაწყვეტილება იქნება, როგორი იქნება. მე გეტყვით, რომ ჩვენ გქონდეს მონაცემები ან ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ, ან და მორალური ვალდებულები გვაქვს, ჩვენ ურჩიეთ იმ კომპანიას ეს ნაკელი საჭმელად გამოეყენებია რაღაცა, მე მაშინ მიგზნოდი თავს, როგორც დამნაშავედ და ეს სასამართლოები არ იქნება. არც ერთი არც მესამე არ ყოფილა. და პრინციპში ასეთი სასამართლოების ჩატარება საინვესტიციო გარემოს უარყოფითად მოქმედებს. ჩირინა ამტკიცებს, რომ ნაკელს საკვებად არ ყიდდა. ყვარლის ბაგაგი ერწმუნება, რომ მომწოდებელმა კარგად იცოდა ნაკელის შესყიდვის მიზანი. ორი ბიზნეს ოპერატორის დავაში მომხმარებლებისთვის საინტერესო ალბათ ცხოველებისთვის საკვებად ქათმის ნაკელის გამოყენების წესებია. როგორ უნდა გამოიყენებოდეს და როგორ იყენებდა ამას ყვარლის ბაგა. როგორც ბატონმა რეზომ ესეთი მარტივად ცოტა ისე გამოვიბანოთ, ცენცელი არ უნდა იყოს, ცოტა რა თქმა უნდა, ანუ როგორც ბატონმა რეზომ რომ ის უნდა გამოიწვას მაღალ ტემპერატურაზე ნაკელს თუ დააყოვნებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბუნებრივად წარმოიქმნება ძალიან მაღალი ტემპერატურა, რომელიც კლავს ყველა ბაქტერიას და შესაბამისად უკვე ვარგისი ხდება გამოსაყენებელი. გადამუშავებას ასამბლი და აზესაც. აი ახლა რაზეც ვისაუბრე, რა თქმა უნდა. ეს გადამუშავება რას გულისხმობს? აი მაგას გულისხმობს. და თავისთავად მოყოლას ბაქტერიები თუ რაღაც პროცედურებში და ანუ ეს მაღალი ტემპერატურა იწვევდა იმას, რომ შიგნით ყველა მავნე ბაქტერია გვხვდება, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ შველის ანტიბიოტიკს. ეს გაუჩი ასასახებ. აი თორემ ბრო გავა მე მაგალითად და დება ბაქტერია. და ამას ჩვენ ასაცობდები და თავისუფლდება ბაქტერია თუ ჩვენ რაღაც გამოვიდა გადაამუშავდა მე მომიადო. არა, თუ მაგას ვიცით, რომ ფასულად კი არა. ანუ ეს დააყოვნებდი, თარგმნიდან ეს პროცედურა არის, რომელიც იცოდა ზედმიწევნით. თერმული დამუშავება გრენა. აი მაგას გულისხმობს, რომ გარკვეული დაყოვნებაში გულისხმობს ხელოვნურად არის გულისხმობა, ის ბუნებრივად წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურა. ეს სტანდარტია ყველასე როგორ არის ეს? არა, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ლიტერატურაში ჩაიხედოთ, როგორ ხდება ნაკელის გამოწვა და რა გულისხმობს, ან რაც გულისხმობს
ქათმის ნაკელის საბოლოოდ გამოყენება რა პროცედურას გულისხმობს, იქ წერია, რომ ის უნდა დაყონდეს, უნდა წარმოიქმნეს ეს მაღალი ტემპერატურა, ანუ ნედლი ნაკელში წარმოიქმნება ეს მაღალი ტემპერატურა 100 გრადუსზე მეტიც, რომელიც ყველა სახის ტოქსინს კლავს და შემდეგ უკვე ვარგისია გამოსაყენებლად. აქ არასდროს იყო განმარტებული. საქმე ის არის, რომ ასეთი ნაკელი თავისი წვით რომ დაიწვას, მაგას უნდა 3-4-5 თვე. ჩვენ მაგასაც ვაკეთებთ, სპეციალურად ვატრიალებთ და წყალს ვაცხავთ, რომ დაიწვას. ის რაც ცოცხლის მოკიდამდე მიდის ეს ყველაფერი. მაგრამ ის თვითონაც საკვები ღირებულებიც აღარ არის. ის მიწაში შესაძლოა არის და ეს რასაც იყენებდნენ რამდენიმე დღით საჭირო არის ეს ნაკელი შეტანილი იქნას მაღალ ტემპერატურაზე რამდენიმე საათით. რომ ეს მოხდეს დაწვა სული. ბუნებრივად ეს არ იწება, რაც ხალხებმა თქვა. არასდროს იყენებდა. შესაბამისად მე იმის თქმა მინდა, რომ ასეთი არასდროს გამოყენებული ნაკელი, რატო გაიქცა ის ვერიფიკაცია აღარ არის. საკუთარი და მიდომ არის მაგითო მაგ ძალეს ეს ყველაფერი და მე უფრო მეც მეგეთქვით ინგლისში რატო ის მოხდა გზავა, ინგლისში მოხდა ასეთი ნაკელი დაჭრებდნენ და მოხდა იმის გამოყენება ძის და ხორცის და დაიღუპა დაახლოებით 150 კაცი. ჩირინა იმის მტკიცებასთან ერთად რომ ის ანტიბიოტიკ ტეტრაცეკლინს საერთოდ არ ხმარობდა, იმასაც ამტკიცებს რომ ნაკელის საკვებ დანამატად ისე გამოყენება, როგორც ყვარლის ბაგა აკეთებდა ცხოველებისთვისაც საშიშია და ადამიანებისთვისაც, რადგან ნარჩენის მასა დიდი რაოდენობით ტოქსინებს შეიცავს. ყვარლის ბაგის ინტერესების დამცველმა კი განაცხადა, რომ ტოქსინები კი არ არის პრობლემა და დავის თემა. ანტიბიოტიკია, რომელმაც მათივე მტკიცებით დააზარალა მეცხოველეობის ფერმა, თუმცა მომხმარებელს ალბათ აინტერესებს ის ტოქსინებიც, რომელიც საკვებ დანამატად გამზადებული ქათმის ნაკელის არასათანადოდ დამუშავების გამო შეიძლება ცხოველიდან რძეში და რძიდან ადამიანში მოხვდეს. მით უფრო რომ ამ პროდუქტს რეგულარულად მოიხმარენ პატარები. ეს ხალხი, ეს კომპანია კიდევ გადარჩა, იმიტომ ეს ნაკელი შეიძლება ძალიან ლეტალური ყოფილიყო, მილიონი ტოქსინი არის, ტოქსინების 35 ჯგუფი, რომელიც იქნება და თუ მით უმეტეს დააყოვნებ ასე, ტოქსინები უფრო მატულობს. ტოქსინები ძირითადად სოკოები გამოიმუშავებენ და დააყოვნების პროცესში უფრო მეტი ტოქსინი იმუშავება. მე გეტყვით, რომ ეს ანტიბიოტიკი რომელსაც ტეტრაციკლინის ჩვენ არ ვიყენებთ ამ ტეტრაციკლინის გამაზია მთების აგებული, მაგრამ დამტკიცებული საბუთი არც ლაბორატორიას არ აქვს, არაფერი არ აქვს. ხა მე მიჭირს იმის მტკიცება, გაშეკებია მე იმის მტკიცება რა. ეს ნაკელი გეტყვით, რომ რამის მე დავწერს სტატიას შეგეხებ, რომ საერთოდ არ არის გამოიყენოს, საშიშია ეს ადამიანი, მაგრამ შეიძლება ის ადამიანიდან ცხოველიდან გაგზავნოს ადამიანზე ბევრი დაავადებები და ადამიანის სიკვდილიც გამოიწვიოს. შეიძლება ანუ ეს ამასადავანაკი ფუტიფეტი გვარანაკელი სამწუხაროდ მონებრივად იწვება ესეც სადავარეს და მეორე ვიტყოდი ანტიბიოტიკთან დაკავშირებით, ანუ პროცესი დაიწყო და საკუთარი სასამართლო დაიწყო და ჩვენ ძალიან მივმართეთ ინვექს ეს ვეტერინარული პროგრამების მომწოდებელი კომპანია, რომელთან თანამშრომლობთ ჩვენ სტაჩილინა სიმპერიოდში თანამშრომლობდა ხალხის ფონდს. და მივმართეთ თხოვნით, რომ მოეცა ინფორმაცია 2018 წლებში რა რაოდენობის ანტიბიოტიკს ტეტრაციკლინს აწვდიდა ჩირინას, რაზეც უარი ვითხრა. შემდეგ წერილით მივმართეთ თვითონ ჩირინასაც და პასუხი არ მოუხმებია. თუმცა საერთოდ რა რაოდენობის ტეტრაციკლინი ჰქონდა შეძენილი ინვეგისგან ამ პერიოდში და არ გამოგვიყვნენ პასუხი, რომ ეს ძალიან გამეწონებოდა. დამითა იცით ახლა დავამატო პასუხისმგებელი რევაზია ახლა ისახის რომ ბევრ ტოქსინებს გამოყოფსო ესე იგი ქართლის ნაკელი, როდესაც მისი გაშრობა ხდება თუ რა ტექნოლოგია, მაგრამ ამ ტოქსინებთან კი არ მქონდა ჩვენ საქმე და
ის ტოქსინი კი არ აღმოჩნდა ლაბორატორიულ გამოკვლევაში, რომელიც სანტემ გამოგიგზავნა, საქართველოს გამოგიგზავნა უკან. იქ არის ანტიბიოტიკი, ტეტრაციკლინი ჯგუფი არის დასაპირებული, თორე სხვა იქ საუბარი არ არის, ტოქსინებზე არ არის საუბარი. კიდევ ერთი რაც გვენიშნა არის ის, რომ როგორც ყვარლის ბაგამ აღნიშნა, დაწონებულ უკან მობრუნებულ რძეს, რომელიც მიმღებმა ოპერატორმა საფრთხის შემცველად მიიჩნია და ბაზარზე არ დაუშვა, დაბალ ფასში ღორების საკვება ტყიდდა. მართალია სხდომაზე არ დაკონკრეტებულა მეღორეობის რომელი ბიზნეს ოპერატორი რისკავდა ასე, მაგრამ გაგვიჩნდა ლეგიტიმური კითხვა. უკან მობრუნებული რძით ნაკვები ღორის ხორცი, რამდენად უსაფრთხოა ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის. შესაბამისი რეპლიკები დარბაზშიც გაისმა. გაუარესდა 75.440 ტონა რძის ხარისხი და მისი რეალიზაცია განხორციელდა და შეთანხმებულ ანდა საბაზრო ფასზე დაბალ ფასად. ზიანმა ამ ნაწილში შეადგინა 15.414 ლარი და 91 რასაც იმატება უკან ტრანსპორტირების ხარჯი 570 ლარი და ჯამში არის 15.982 და ეს ასმხა. აკაშերը ინოვატორთა და ფერას კონკურსზე მაინტერესებს. გადაგმებულს და თანაკავშირი დაბალფასად გავყიდეთ და ანუ დაბალფასად, როდესაც ის არის ადამიანებისთვის, მოხმარებისთვის უსარგებლოა, შეიძლება გამოიყენონ თქვა უარესებული რძეს გაყიდეთ, თუ როგორ არის ეს? უკან დაბრუნებული რძის შემთხვევაში, თუ ის უკან დაბრუნდა, ამ შემთხვევაში ახლა გაუარესდა 75 ტონა ასე ვთქვა. ზე მოხდაო შეთანხმებული და ხარისხში დაფიგვაო ზიანმა შეაწყვეტა რომ კონდუქციის ერია 40 ტონა ძეში და დაგوارა სამოხდა მისი რეალურად 48.800 ლარი 75 ტონას თუმეტიანობა იყო თუ პროდაბალ ფასად მოხდა მისი რეალიზაცია, შესაბამის მისი გაფიბრა მოხდა მეთოდების თუ არ ისი ყველა ხარისხი დაბალი. იმიტომ რომ ადამიანისთვის მოსახმარად თუ არ ისი. ასე რა შეამოინახა. ცხოველის ღორებისთვის მაგალითად ყვარლის ბაგა ამტკიცებს, რომ ქათმის ანტიბიოტიკიანი ნაკელით ნაკვები საქონელი დაავადდა, ნაწილი დაიხოცა, ნაწილი თავად დაკლა, რადგან რენტაბელური აღარ იყო. ჩირინას აქაც ეჭვიში აქვს, ჯანმრთელი საქონელი თუ დაიკლა, ზარალის ანაზღაურებას რის საფუძველზე ითხოვენ. თუ დაავადებული დაკლეს, როგორ მოხდა ის სასაკლაოზე? თუ ეს იყო დაცემის შემთხვევა, უნდა იყოს დაცემის შესაბამისი დოკუმენტაცია. ბატონ მაშას მოუწია ის აღება, რომ სიკვდილიანობაში ცხოვრების თავისთავად დახოცვა ამ დაცემაზე არის მისვლა და არ მიგულისხმობდა ის, რომ თავად მიიღეს გასვლა მისი დაკლის შესახებ. და ამას მშობა საქმის განხილვისთვის და რატომ? როდესაც კომპანიის ხელმძღვანელი მიიღებს ცხოვრების დაკლის შესახებ გადაწყვეტილებას, ხო, მაშინ სასამართლოს ეს უნდა დაადასტუროს, რომ ეს იყო ერთ-ერთი გამოსავალი ლუქსემბურგიდან და სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ ქონიათ. ხო? ამიტომ და ესეთი გასვლა დოკუმენტი ვეტერინარული ცნობას ზოგის დაავადების შესახებ, რომელიც სხვა შეძლებას აღარ გაუქმებს და ბიზნეს ოპერატორს გადაიწყო დაიწყოს ამ საქმეში წარმოქმნილი არ არის. ანტიბიოტიკის სამხედრო გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს, ან ესეც ხდებოდა. ძროხა აღარ იწველებოდა იმდენს, რამდენსაც უნდა იწველებოდეს, უვითარდებოდა ენდომეტრიტების მშობიარობის მერე ენდომეტრიტები ან საშუალო სანთელები უვითარდებოდა სხვა დაავადებები, მაგალითად ფილტვების სანთელები, რომლებიც არაეფექტური იყო უკვე მკურნალობისთვის და მას შემდეგ რა არის? გავიდოდა დაყოვნების პერიოდი, ანუ ანტიბიოტიკით მკურნალობის დაყოვნების პერიოდი გაწევია უშუალოდ წამალს. ამის შემდეგ ხდებოდა ამ საქმის რეალიზება და ზუსტად ამიტომაც იყო ჩვენი ერთია თუ ვაჭრობ რაღაც ისეთ აღზარდებას, რომელმაც როცა გამავლობაში გამოვიდა საქმის დაავადება და შემოგვიყვება. ანუ ნახეთ, მეც რომ დავიო ანტიბიოტიკი გარკვეულეს 1 წლის განმავლობაში მეც ცუდად გავხდები და შეე, რა თქმა უნდა ეს. ყველა სისტემატური ყველანი ასარი აღზარდების სისტემატური გამოყენების შედეგად საქმეები მივიდა დაავადება. სიკვდილიანობაში გულისხმობთ, რომ სიკვდილიანობას მისი დამადასტურებელი ფაქტები, ისინი აქტები ცდებს საქმეში, შემოსავლის სამსახურის მიერ დადასტურებული ჩამოწების აქტები არის
სპორტები 107 ძროხაზე არის ამ პერიოდში 2019 წლის ივნისიდან. და სიმბიალობის მიზეზი არის. სხვადასხვა ის არის მიზეზები ალბათ წერია, მაგრამ ანუ შემოსავლის სამსახურში ეს არასწორი გაწერა. ეხლა გვიყვება ამ რა არის მიზეზები უშუალოდ იწერება ხოლმე ვეტერინარების მიერ ელექტრონული ფორმით გადასხვის არის და ფიქსირებული არის იმავე პროგრამაში, რომელიც მიკითხავთ და ალბათ საქმეში ცდებს მე. სასაკრაოს წარმომადგენელთა არის ინტერვიუ ბატონ გიორგი ბატონ გიორგი ამბობს, რომ ჩვენ მივიღეთ ეს საქონელი სასაკრაოზე დაგვრეყო შემდგომ. მიღებს მომენტში საქონელი ჯანმრთელი იყო. თუ ჯანმრთელი იყო საქონელი, მაშინ რატომ მიღეს და გადმოხსნა დააწყვეტილება და თუ ჯანმრთელი არ ყოფილა საქონელი, მაშინ საერთოდ სასაკრაოზე ჩააბარეს ეს ხოლმე. სისტემის სამთის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამიტომ სასაკრაო ზედმეტები თომარ საქმეში დავიწყე. დიახ, სასაკრაო ზედმეტები და საქმეში წარმოდგენილი, სადაც მითითებული არის უბრალოდ გადამზიდავის სახელწოდება, მითითებს დასტურდება რომ სამშობლოში ეტაპენის მითითებია პიროვნებას მინართმოხდა იმ პიროვნების მიერ მოხდა მიღება მოხდა. ეს ზედმეტების დასტურდება ის უბრალოდ მიღების ფაქტი, მაგრამ და ეს არ დასტურდება და ჯანმრთელი იყო თუ არა. არა ჯანმრთელი იყო არც ეს არ დასტურდება. ცხადდება ჯანმრთელის მკურნალობა ანტიბიოტიკებით, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მას შემდეგ რაც ვეტერინარი დაარწმუნდება, რომ თქვათ აღარ იწვევს ბევრს, ან აქვს ენდომეტრიტი, ან აქვს ფილტვების ანთება, ხო? ან მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკით და ეს ანტიბიოტიკით მკურნალობა არის არაეფექტური. ძროხა ვერ გამოდის მდგომარეობიდან, ალბათ არის არა. ნახეთ, წველა ვერ იმატებს. ის ძროხა შეიძლება ვთქვათ, ან დაშრა, ან აბორტი განუვითარდა და შემდგომი გამოყენებისთვის ფერმა, მებრძოლ ფერმაში აღარ არის რენტაბელური. ანუ შეიძლება უკვე იწოლება 5 ლიტრას, ის ნაცვლად რომ იწოლებოდა 30 ლიტრას. ამ შემთხვევაში ფერმიდან ხდება რომ ისი ფერმისთვის გამოუსადეგარი სამახშირული საქონელი კი ბატონო. სხვა გამოსავალი არ ქონდა გადამისა რომ დაეკლა, ანუ სულად იყო საქონელი და მინდა გამოსვა ჯანმრთელი იყო საქონელი საერთოდ და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაუგებარია რა აუცილებელი იყო ამ საქონლის დაკლა. ძროხების შემთხვევაში როცა ძროხა კვდება, ხდება შესაბამისი ყოფილების გაგზავნა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს საქონელი უნდა ჩამოიწეროს კომპანიის ბალანსიდან და მოდის კომპანიის შემოსავლის სამსახურის წარმომადგენელი აფიქსირებს ფაქტს, იღებს ფოტოებს, რომ რეალურად არის ეს ძროხა მკვდარი და გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩამოწეროს საქონელი. ჯანმრთელი იყოს, ჯანმრთელი ისევ მაგას საუბრობდია. არა, შემოსავლების სამსახური არა. ანუ ნახეთ, რაც ახლა მებრძოლი მიმართულების ფერმა არის, რომლის თითო ძროხა 2500 ევროზე მეტიებს. თქვენი აზრით ახლა ეს არის კომპანიის ინტერესებში არის საკუთარი ძროხა მოკლას მოიყვანეს შემოსავლის სამსახურში. აი მოგდა ძროხა. შემოსავლების სამსახური მაგას არ აქვს. შემოსავლები არ აქვს. კი, ბუნებრივი მაგას ვიტყვი. ჩვენთან ყველა სიკვდილის დამადასტურებელი მიზეზი არის დაფიქსირებული პროგრამაში. ყველა. ან მოწდება ის გამოგება. რა თქმა უნდა, შემოწმებამდე ხდება მკურნალობა და თუ მკურნალობა, ან მკურნალობა ხდება გლობუსზე. სანამ არა, ის არის საქმეა, ჯილები არის მთელი ფერმაი სემაჯერები და არ თქვენი დაბული საქონელია, მოხდა? ჩვენი საერთაშორისო მოსამართლემ სხდომაზე მხარეთა განსხვავებული პოზიციები მოისმინა ნიმუშის აღების წესების დარღვევაზე და ასევე ლაბორატორიული დასკვნების სანდოობაზეც. საქმე ისაა, რომ ყვარლის ბაგა საქმეში უდევს აკრედიტაციის არ მქონე ლაბორატორიული დასკვნა, ხოლო ჩირინა მიუთითებს იმაზე, რომ ქათმის ნაკელის ნიმუშის აღება მისი თანდასწრების გარეშე მოხდა, რაც არასწორია. ამ საქმეზე შემდეგი პროცესი 18 ივნის 16 საათზე ჩაინიშნა. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედებაში.
ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI-ია და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.